TV25-მა პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი დღით შეწყვიტა. უკანასკნელ პერიოდში ტელეარხი 25-ის დისკრედიტაციის მცდელობისა და ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფაქტების გამო არხის დირექციამ მივიღეთ გადაწყვეტილება პროტესტის რადიკალური ფორმისთვის მიგვემართა და ერთი დღით ვწყვეტ მუშაობას, ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. TV25-ის ხელმძღვანელობა და დირექცია სამართალდამცველებს თხოვს უმოკლეს დროში გამოიძიოს ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები. TV25-ის და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დღეს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებმა საჯარო მოხელის მხრიდან ჟურნალისტზე მუქარის ფაქტები გააპროტესტეს. შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარიც სცადა. TV25 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიამაც გამოუცხადა. ხდება კიდევ უფრო მწვავე შეურაცხმყოფელი განცხადებები, იქნება ახალი გვერდები Facebook-ში და როგორც ჩანს, ჟურნალისტების შეურაცხყოფის და შანტაჟის ფაქტებზე არ არსებობს ამ ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება. ეს არ ეხება კონკრეტულ მედია საშუალებას, ეს ეხება ყველას, ყველა ჟურნალისტს გვეხება, იმიტომ რომ პრაქტიკულად რეაგირება მას შემდეგ, რაც მოხდა, სატელეფონო ჩანაწერს გულისხმობ, არც უმაღლეს საბჭოს ქონია, გულისხმობ პოლიტიკურ რეაგირებას და არც სამართალდამცველებს ჯერ პასუხი არ გაუციათ იმ კითხვებზე, რაც გვაქვს ჟურნალისტებს და ჩვენ ვითხოვთ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ აქ არა მხოლოდ იმიტომ რომ სოლიდარობა გაუწიოთ ჩვენს კოლეგას, არამედ იმიტომ რომ გავაპროტესტოთ ბოლო პერიოდში ის სიძულვილის ენა, რომელიც სოციალურ ქსელში არის საკმაოდ ცუდად აჟიტირებული არის საზოგადოება ამ მხრივ, რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილი. მე ვფიქრობ რომ ზეწოლა ჟურნალიზი არის ზეწოლა საზოგადოებას.